ხარ მაგალითად მეორე აკაუნტს დამარებორდეს რაც კი ძალიან არ მინდოდა და ასევე მეორე აკაუნტზე როცა დამარებორდეს კიდევ ერთი ზუგი ამბავი მაქვს TikTok-ში დამარებორდეს მეორე არხზე და ძალიან გამიწყდა როდის დამარებორდეს და ვიდეოზე ხედი რაღაცა მინდა დამიტო და უნდა დამიტოვრა და დავდე კი არა, არ დამადებია TikTok-მა, უბრალოდ TikTok-მა კი არა, ვიღაცა, ვიდეოს გადაღებით დრო დამატო ბანი. ხო და არ ვიცი რანაირად როგორ, მაგრამ TikTok-ში ეგ, ვეღარ ვსკროლობ TikTok-ს, არ ვიცი რატომ, მაგრამ TikTok-ს ვეღარ ვსკროლობ რა, ეხლა ფოტოს ვერ განახებ, იმიტომ რომ არ მაქვს დასკრინული ეგ და დაგისკრინავთ რა, რა ხდება ვიდეოს დავდებ და ვიდეოს დავდე მაგაზე, short ვიდეოს, რა ჭირს ჩემ TikTok-ს вообще რატო ვერ შევდივარ, რა ხდება, როგორ ხდება და ყველაფერს დავდებ YouTube-ზე. ხო და TikTok-ზე კი დავდები როგორც ხდებს, მაგრამ TikTok-ზე აკაუნტსაც ვეღარ ვქნი. უბრალოდ ვეღარ ვქნი, ხო ეგრეა. Google-ის აკაუნტით რომ მინდა რომ Google-ის აკაუნტით ვაჭერ აკაუნტის შექმნას, მაგრამ მიჩვენებს რომ მაინც ბანი გაქვს დადებული. მეთქი, გავიგე რომ ბანი მაქვს დადებული, მაგრამ ახალი აკაუნტი მინდა რა და აიცადე. ხო და რა ვიცი. ახალი აკაუნტი მინდა ჩვეულებრივად. არ დავეძებ მე აკაუნტი, ეხლა აკაუნტი მაინც აღარ უნდა გავაკეთო რა. ჩვეულებრივად უნდა იმას ხდა, რა ქვია. სულად ჩვეულებრივად მინდა ვსკროლო და უკვე დავაფოლოო ვინც მინდა, იმიტომ მინდა აკაუნტი, თორე უკვე მეც ვიდეოებს აღარ დავდე, იმიტომ რომ ახალი აკაუნტი მინდა შევქმნი და ვიდეოები რო დავდო, მაინც მას დამატებდა აზრი, იმიტომ რომ სამივე აკაუნტზე ბანი დამატეს, უბრალოდ ორივე აკაუნტზე. და პირველ აკაუნტზე მიჩვენა 2025 წლის 5 დეკემბერს დაგიბრუნდება ეგ აკაუნტიო და მეორე აკაუნტზე უფრო მეტი 11 დეკემბერს დაგიბრუნდებოდა. რავი ეს პირველი აკაუნტი უფრო კაი იყო ვიდრე მეორე რა და რა ვიცი. ეხლა გემში დავებით კარგად და შევხვდებით შემდეგ